თქვენ არასერიოზულად მიგაჩნიათ ყველა ის მუხარა, რომელიც ისმის ცხინვალიდან. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააცხადეს, რომ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების დასახმარებლად ისინი მზად არიან გახსნან მეორე ფრონტი. რამდენად სერიოზულად აღიქვამს ამას საქართველო, რამდენად თვლის, რომ ესეც შეიძლება დაემატოს პრობლემებს. ცოტა თუ რამის გახსნა უნდა ტენგურის ხიდი გახსნან რა. ან მაღაზიები გახსნან, ან რესტორნები გახსნან. და ფრონტების გახსნაზე ნუ გველაპარაკებიან, იმიტომ რომ მინძაების გაოცებული სახეს შეგახსენებთ, რომელიც იცეხდა, რომ ქართველებს ნახეთო რა შეიარაღება აქვსო, ნატოს სტანდარტების ვერ გავიგე, გასულ დავმალეთ რომ ნატოში მივდივართ და რა გავკვირდეთ რომ ნატოს სტანდარტების შეიარაღება გვაქვს, მე ვერ გავიგე. და ეთქობა იმათვის რაღაც კუნსტკამერაა ეს ყველაფერი, რომ რაღაც სხვადასხვა ტიპის უცნაური ნივთები ნახო. ხო და აქედან გამომდინარე როგორ მუქრებიან რაღაცა ფრონტს გაგვიხსნიან თუ რაღაცას გაგვიხსნიან. ხო დაფიქრდნენ თავიანთ შესაძლებლობებს პირველ რიგში. მეორე რიგში დაფიქრდნენ რამხელა რისკზე მიდიან. და მესამე ეს ბაქი-ბუქი მე მგონი მაინც შიდა მოხმარებისა უფროა ვიდრე ჩვენ გასაგონდაც თქვენ ან ვიღაცის გასაგონდაც თქვენ. მინდა გითხრათ რომ იქამდე შეტოპეს რომ ისეთ სისულელები ლაპარაკეს რომ თურმე ერთმა თქვა რომ ბაქო ჯეიხანს ავაფეთქებთ თუ მეორე თქვა რკინიგზას ავაფეთქებთ. აი თქვა ისე თუმცა სხვადასხვა ტერიტორიაზე. ხო რომ ესე იგი დასავლეთში გაჩნდა ესეთი აზრი რომ ეს ხალხი სეპარატისტები კი არიან, ტერორისტები არიან. რას გვერ რკინიგზას ავაფეთქებთ და ავტობუსებს ავაფეთქებ? რა ეს რა არის? ეს ტერორიზმი. ხო და ეხლა ეგეთ ტიპის განცხადებები რაც მეც სისულელე სიტყვიან მაგათთვის უფრო ცუდია და კაი გააგზავნონ. ეხლა რო გითხრა რომ შეგვეშინდა მეთქი რაღაც მე მგონი